კალმახი და ორაგული ერთი და იგივეა თუ სხვადასხვა? სხვადასხვა. იმდენიმე კვირის წინ მოწერეთ ვიდეო, სადაც ბატონიშოთა საუბრობდა, რომ კალმახი სხვა არის და ორაგული სხვა და ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა და რამდენიმე კითხვა, რომელიც აი ხშირად დაისვა, იმ კითხვებზე ახლა გავცემთ პასუხს, ხო? პირველი კითხვა არის ესეთი: კალმახი მარილიან წყალში არ შედის? შედის. 22 კილოგრამი არა, 34 კილომდეც აღწევს კალმახიო. მსოფლიო რეკორდი დაფიქსირებული არის ახალ ზელანდიაში 21 კილო და 740 გრამი, რაც დაფიქსირებული არის და შესაძლოა არის აღწევს, კი ბატონო. ლიტერატურული დასტური მე არა მაქვს და შავი ზღვის ორაგული არ არსებობსო? მეცნიერულად ორაგული საქართველოში არ ბინადრობს, დიდ კალმახს ეძახიან ორაგულს. თუ დიდ კალმახს დაუძახებენ ორაგულს, შესაბამისად კალმახი გადის შავ ზღვაში და დაუძახებენ შავი ზღვის ორაგულს. მეტი არაფერი, ეს შერქმეული სახელია. ორაგული კოდორში არისო. იგივე ორაგული ყავსო მდინარეს მოაქვს აფხაზეთშიო. საქართველოს მასშტაბით ორაგული არ არის. კოდორში რაც არის, ეგ არის ზღვაში გამსვლელი კალმახი. ჩვეულებრივი ნაკადულის კალმახი, რომელიც გავიდა ზღვაში. შემდეგ შევიდა კოდორში საქვირითად. ანუ განმარტოთ. ორაგული ინგლისურად არის salmon. რუსულად არის lasos. ჩვენ თუ შავი ზღვის ორაგულს გადავთარგმნით რუსულად ან ინგლისურად და ვიტყვით, რომ ეს არის ჩერნომორსკი lasos ან black sea salmon, ასეთ სახეობა არ არსებობს. მაგრამ თუ ვიტყვით, რომ როგორც ინგლისურში იყენებენ sea run trout, მაშინ კი ბატონო, ეს არის. ანუ კალმახი, რომელიც გავიდა ზღვაში, კალმახი, რომელიც გავიდა ტბაში. შეიცვალა იერი და ძალიან დგავს ორაგულს. ისედაც თუმცა ორაგული არ არის. ის კომენტარი. თბილისის ზღვაზე ბინადრობს ორაგულიო, ასეთიც იყო. ისედაც ნაკადულის კალმახი ძალიან ახლოს არის ატლანტიკურ ორაგულთან. Atlantic salmon, salmo salar, ლათინური დასახელება. თუ გამოცდილი ადამიანი არ არის, ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან, ისე გვანან ერთმანეთს ცხოვრების წესით და ვიზუალურადაც. ორაგული რო გაუშვათ ჩვენს მდინარეებში გამრავლდებიანო? სავარაუდოდ, არ ვიცი. რატო არ ვუშვებთ? არ ყოფილა არასდროს და გამოდის ინვაზიური სახეობა. სკოლაში უკუღმა რატომ გვასწავლიდნენ? არ გვასწავლიდნენ უკუღმა, უბრალოდ იმ პერიოდისთვის რა ინფორმაციაც იყო, ისე გვასწავლიდნენ და იმ პერიოდისთვის ეს ინფორმაცია ასე იყო. მაშინ არ არსებობდა დნმ კვლევა მეცნიერება, ასეთი განვითარებული არ იყო. ნაკადულის კალმახი ვიზუალურად რო შევხედოთ, სხვა ფერის არის და გასული კალმახი, რომელიც გავიდა დიდდინარეში, ზღვაში ან ტბაში, იმან შეიცვალა იერი. შესაბამისად, ჩვენ რო ვიცით, რომ დიდი უნდა იყოს ორაგული და პატარა უნდა იყოს კალმახი, მეცნიერება მაშინ არ იყო განვითარებული და ანუ იმას არ ვამბობ, რომ გვატყუებდა ვიღაცა. იმ პერიოდისთვის ეს ასე ითვლებოდა. უბრალოდ დღეს იმ დონეზე განვითარდა მეცნიერება, რომ დნმ-ის დონეზე არის გამოკვლეული. მაღაზიებში რომ იყიდება ნორვეგიული